Შეასე როგორ აფასებს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს ბრიუსელის სამიტზე გამართულ ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრებს და იმ შედეგს, რომლითაც ქართული დელეგაცია ბელგიის დედაქალაქიდან ბრუნდება გიორგი მარგველაშვილს ბრიუსელში ქეთევან ქარდავა ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გამართული შეხვედრებით და სამიტით არის კმაყოფილი და პოზიტიურად და დადებითად აფასებს იმ ორივე დოკუმენტს, რომელიც სამიტზე მიიღეს და საუბარია საქართველოზე, განსაკუთრებით იმ განცხადებას, რომელიც არის ერთობლივი განცხადება ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრის შემდეგ. მარგველაშვილი ამბობს, რომ ამ სამიტის შემდეგ საქართველო უფრო მეტად დაცული იქნება და მიიღო უფრო მყარი გარანტია იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. მარგველაშვილი ამბობს, რომ საქართველომ მიიღო ასევე ერთგვარი სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოს და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. საუბრობს მაპის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ მაპი საქართველოსთან მიმართებაში არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი და ამბობს, რომ ის არ ეთანხმება თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თითქოს საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან თბილისში ხელსარიელი ჩადის. ჩვენ ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ გიორგი მარგველაშვილთან, ახლა მოვისმინოთ ის ნაწილი, სადაც მარგველაშვილი საუბრობს ტრამპის მიერ დღეს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებზე. საქართველოს გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება არის ძალიან მტკიცედ მიღებული, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეს გადაწყვეტილება მტკიცედ არის მიღებული რუსეთის აგრესიის აღიარების დოკუმენტის პარალელურად. ანუ კითხვის ნიშანი, სად არის საქართველო და რა გამოწვევები არის საქართველოს წინაშე, აი ეს ორივე კითხვის ნიშანი ერთად არის ერთ დოკუმენტში არის თავმოყრილი და ნათლად არის ნათქვამი, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და ასეთ საქართველოს, რომელსაც აქვს აი ეს გამოწვევა, ჩვენ ვუდასტურებთ იმას, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი. დღეს ტრამპა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა სამიტის ფარგლებში და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაგვესვა შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის. მოვისმინოთ კიდევ ერთხელ ერთად თუ რა თქვა დღეს ბრიუსელში დონალდ ტრამპმა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბატონო პრეზიდენტო, რას ფიქრობთ საქართველოს მომავალ წევრობაზე ნატოში? შანსი გამოჩნდება, მაგრამ ახლა არა. საჭიროებს თუ არა საქართველო ნატოსგან უფრო მეტ მხარდაჭერას და ისაუბრებს თუ არა საქართველოზე ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე. საქართველოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აქ. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი მდგომარეობის შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებული ვითარება რთულია. მათ ოთახში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. როდის გაჩნდება ეს შანსი, რომელიც ახსენა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ძალიან მალე გამოჩნდეს საქართველოსთვის ნატოს ღია კართან ერთად. ამის შესახებ კომენტარები გააკეთეს დღეს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მოვუსმინოთ მათ. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო და მართალი. ტრამპმა თქვა ის, რაც წერია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაში საქართველოზე და უკრაინაზე. მე ძალიან დადებითად და პოზიტიურად შევაფასებდი საქართველოზე მიღებულ ყველა განცხადებას, უკრაინაზე მიღებულ ყველა განცხადებას და მსჯელობას, რომელიც ამ ორ პარტნიორზე გაიმართა. იმისათვის, რომ გახდეს ქვეყანა ნატოს წევრი, საჭიროა სამი პირობის დაკმაყოფილება. ეს არის საქართველოს მზაობა და თქვენ შესანიშნავი პროგრესი გაქვთ და რეფორმები უნდა გააგრძელოთ. მეორე, ნატოში გასაწევრიანებლად საჭიროა ნატოს ყველა წევრის სახელმწიფოს თანხმობა. კონსენსუსის მიღწევა მარტივი ამბავი არ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო ამერიკის შეერთებული შტატები არ არის, სხვა სახელმწიფოებზეც არის საუბარი. მესამე პირობა არის პოლიტიკური გარემო, სტრატეგიული გარემო, რომელიც პროცესს ხელს შეუწყობს. უდავოა, რომ ნატოს პარტნიორი ქვეყნები ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში, მაგრამ ფაქტია, რომ წევრების გარკვეული რაოდენობა ვერ თანხმდება ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა მოხდეს ეს. წევრი ქვეყნების მხრიდან იმ ვადამდე, როდესაც დადგება ეს დღეს, როცა საქართველო შეუერთდება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, ისინი ზრუნავენ, რომ საქართველო გაძლიერდეს თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით და ამაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
სამიტი დასრულებულია, ქართული დელეგაცია დღეს გვიან ღამით დატოვებს ბელგიის დედაქალაქს და გააგრძელებს აქტიურ კონსულტაციებს იმაზე, რომ მოხდეს იმპლემენტაცია ყველა იმ ჩანაწერის და ყველა იმ გადაწყვეტილების, რომელზეც თანხმდებიან ნატოს წევრი ქვეყნები და როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, აუცილებელია, რომ აქტიური იყოს საქართველო, რათა მოხდეს იმ ყველა ინსტრუმენტის მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოყენება, რაზეც დღესდღეობით ნატოში არის კონსენსუსი. ნატოს სამიტის შედეგები საქართველოსთვის ბრიუსელიდან ქეთევან ქარდავა საუბრობდა